მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, გაგვითენდა მომდევნო დღე დაჟე ზღვაზე ვიყავით. ეხლა ამოვედი ზღვიდან. ეს ზღვის სახლებს განახებთ, ჩემები ნანახი გაქვთ უკვე. და არჩე ხა მივიდივართ საუზვეს და მე აუზზე რა. და აუზზე განახებთ, ეხლა რანაირი ადგილია. ეს კი ადგილია მე მომწონს. რა ელენკა. აგერ ელენკა. უხარია რაღაცები ვეგები. არჩე აუზზე არის ესეთი რა. ასე. და ეს ხიდია. ეს ხიდი გვაკავშირებს იდეაში ჩვენს სახლს და იმას. ვინმე რამდენი ხალხი არის დღეს გამოყრეთ. არჩე ხა საუზმეზე ვერ შევალთ, ამათაც მოშივდებათ, ესენი შემოვლენ და მე ჩვენ დავიკავებთ ამათ ადგილს, ხო? ეგრე გვაქვს გათვლილი რა, ეგეთ ჩვენი ნაროდი ვართ. პროსტ ძალიან ცხელა. აქ შორსაა და მზე, ის არ არის გაშლილი. არჩი მაგერისა, ნახეთ ამ ხელა პარტია. ეს არის ჩვენი სერბი ძმა, ეს კაცი 60 წლის. და არის ის კარგად. რაღაცა ქართული იცის ცოტა. ერთი მეგობარი ყავდა ვიღაც. How are you doing? I'm fine, how are you? Very good. 4 კაციანზე დავსხდეთ რა, რომ გადავიღოთ ამ. და არა ძმა. აი 2 კაციანზე დავსხდეთ. წამოიქეთ აქ ძალიან ცხელა. აი დილცაც ის ხაი თიქ დავსხდეთ. დილთ აი აქ ვისაუზმეთ აი ამ სკამზე და ეხაც მოვედით. რა მაგარია ეს ლანჩიც რო შედის ყვებაში და ისიც და ესეც. ყველაფერი რო არის ასწორებს. გუშინ აქ იყო საგიზეთი. Hello, how are you doing? Very good, very good. Everything was perfect. Please. Thank you for the menu. Your room is 604, eh? Yes, 604. Eva. Yeah. Eva, yeah. აი გამოგკითხეს. ეს ისა. კარდონ. დღეს რა ვჭამოთ? მე ცეზარსალფა და მეორე სტარტერი მინდა და მეტი დაკოსი, ხო? რა მეტი არაფერი ძმა. შენ 2 კაცზე რო იღებ იმას მე შევჭამაში. აი რა გინდა რომ მე მოვიფიქრე. French fries. French fries, okay, მეც მინდა და French fries. ხო, ერთი French fries ავიღოთ და მე ავიღებ club sandwich ალბათ. რა? ჩააცა. იქით უფრო ცხელოდა. რასთან ეს რაღაცები რო ტრიპინებენ, რაები ტრიპინებენ, ეგ ვერ გავიგეთ რა. ცხელა და მაგიტო 35-12-13 გრადუსი იყო. ძალიან ცხელა, მართლა ძალიან ცხელა. მე დავლა ხოთ კოქტეილს. გენაცვალე, აი კატა მოვიდა. მოდი ფიშო. ხო, კოქტეილებში. მოდი კატა განახოთ. ესეც საყველი კატები ფისოები არიან. მოდი აქ შედები. აპეროლ სპრინგს. არჩი კატები საყვალები არიან აქაც. რა თქმა უნდა, როგორც ყველგან. არჩი რა შევჭამო? Pork shoulder რა არის? ღორის მხარი რა ჩემი ყლეა. ეგრე წერია, აი აქ წერია. Pork shoulder. ღორების მხრევია საჭმელებში. და დესერტსაც მოგვიტანენ, ხო? აი, nice. უშ მოგვიტანეს ფახლავად. ამათ ესენი და თურქები ხო იბრძვიან, რომ კარჩევ ჩვენი ობახლავა, ომი აქვს დაწყებული მაგის გამო. ეს რატო წაშლილი მე ეს მაინტერესებს. ეს რა წაგუშალეს. ნუ აი ხა ეს ქალდა შეგვეთას მოგთხოვს. ხო, ვეთ. გავუღიმა. შენ თქორე. მაშინ ისევ cheeseburger შევჭა. I was just trying to be nice. cheeseburger შევჭა. ისევ მე? და შენ ფრი აიღე და ეგა. Hello, thank you. Fried shrimp in the short. We will, yes, we would like the Caesar salad. 1 Caesar. 1 tacos. Yes. 1 tacos, 1 shrimps or whatever it is. Shrimp, fried shrimp. Prime shrimp, yeah. And I want 1 cheeseburger without mayo and ketchup. Okay. Without the sauces. And so for Cheeseburger. What? Cheeseburger.
Yes, cheeseburger. Without mayo And ketchup. and ketchup. And for the drinks, I will drink apple spritz. 1 Aperol. And I want 1 liter of water. Okay, Still still water. water, huh? Yes. Thank you. Thank you very much. Oh, and also about the drinks, I want to pay now, not on the... Okay, no problem. Θα πληρώσω τα μέσω κάρτα. Короче, чиз ვერ ძახიან რა. ეხლა თუ გაიგეთ cheeseburger, მეც cheeseburger ვუყასებ. cheeseburger. ძალიან უცნაურია, ვერ წარმოვიდგენე, რომელიღაცა ასოს რო ვერ ვიძახდა. აჰა. მაიცა, გაგითიშო. ძალიან ცუდად ჩახდა. დაი კიდე. იქზე იყო. მე აჰა. ჰა. აჰა 0.6-ზე გადავიდა. მე ვერ წარმომიდგენია, რომელიღაცა ასოს ვერ ვიძახდეთ რა, იმიტომ რომ ქართველებს ისეთი ენა გვაქვს, რომ ყველაფერს თქმა შეგვეძლია, ანუ ყველა ასოს საერთოდ და ეგ რა უცნაურია, რომ ადამიანებს, ზოგ ადამიანს რაღაცების თქმა არ შეუძლიათ. იმიტომ რომ ბავშვობაში არ ისწავლეს. ნო, მაგალითად ცესანიოს ნუ იძახი ეგრეთ თორე მიხვდებიან. ახლა გაიარა ვიღაცა. აი, ხა გასაწმენდია ეგ კამერა, რომლითაც იღებ. ძალიან დიდი ბოდიში ჩემო მაყურებელო. იმედი არის პრობლემა არ გქონიათ ამაზე. ეხლა გაწმენდილია? ძალიან ისაა. აქაურ იმაზე ზღვაზე კი არა. სადაა ის? ნემაკ. მომეც მე. თუ ხო არ შემოდის რატომდე? რას ვიძახდი? აქაურ იმაზე პლეაჟზე არის ყრია გრეჩი ხა. ანუ მართლა რა. რო ამოდიხარ ზღვიდან, იმან გრეჩი ხა გიყრია ჯიბეში ყველგან სულ. ქვიშა არ არის, თან ქვა არის, თან პატარა ქვებია. თან იმდანაც პატარა ქვებია, რომ პატიცე ქვიშა არის, მაგრამ ქვიშა არ არის. და მაგრა ასწორებს რა იდეაში, მაგრამ ეს გრეჩი ხა რო წავიღე სახლში, წეგან 1-2 კილო მქონდა თან აღებული. ტანზე მაგ კიდე მიკროლი რა. არ მიბანავნია ეგრევე ზღვაზე ვიყავი, მე სახლში მივედი, რაღაცები ავიღე და წამოვედი ეგრევე რა. მაგრა ასწორებს ბიჭო, აბა გრეჩია. აი გრეჩია რო ქონდა ცოტა სხვანა იქნება. ყველაზე მეტად ის ასწორებს ზღვასთან 2 მეტრში. აუ ხო, ზღვიდან არის რავი, აი რო დამაცემინოს ინერციით შეიძლება სახლში შევიდე რა, ისეთი ახლა ზღვაზე ქარი რო უბერავს, ბრიზები რო უბერავს, კიდე ბრიზებზე ვილაპარაკოთ. მეორე რა ქვია? ბრიზი და რა ქარიშხალი, გოგო. დაგუგლე ხა, თორე შევწყვი ამდენი ხალხის თვალზე. არ იცი, დაგუგლო არ იცი? დაგუგლე. ვინც არ დაგუგლოს, ის იყოს ცეცია. და რა, აუ მაგრაც ხება რა, კაროჩე. მაგრამ მაგრა ასწორებს. კაროჩე, წარმოიდგინეთ, რომ აი ეს სასტუმრო, აი ეს ადგილები, სულ რაც არის, სულ სავსეა, შიგნით კიდე ისენი არის რა, სულ ეგრეა. და ეს დადიან აქ. ზოგი იქაური, ზოგი აქაური არის და ჯიგრები არიან თან ყველანი, ტვინსაც ყნავს. ყველაზე მეტად ტვინს 2 იტალიელი ის იყვნენ. ქალი იყო და ისინი ყნავდნენ ტვინს, ისინი ბევრს ლაპარაკობდნენ. და ნახე და გუგლო ბრიზი და მეორეს რა ქვია? ზღვის ქარები. ბიჭო, ეგეთი რაღაცები რომ ავიწყდება ხოლმე წვენს. Hello. Hello, how are you doing? I'm fine. How are you? I forgot your name. I did not forget. You did not tell us. Yota. Yota? Yota. Yotsa. Yeah. Okay. Pretty easy. Thank you. Yotsa. ეს საინტერესო სახელი. აშკარად დავრთხოვს, ხო? სად ვიყავი? Thank you. Ναι. ვერ ვიპოვე, კაროჩე. ბრიზ და მეორეს რა ქვია არის. კაროჩე, დავნებდი ძმაო, აი ვისაც გახსოვთ თქვენ თქვით რა. ხო, წყალი დამშხა. და ჯიგერე. ო. ეს არის აპეროლ შპრიცი. ნადაგილევა. აი მე დედა აღლეგა. Thank you very much. აი ეს არის ყველაზე კარგი სასმელი.
Просто რაღაცა ჩამოვედი აქ ძვირია, короче, ისა რა. წყალი. და სახში არ არის. წყალი 3 евро. 2 евро. ნახე, მე გადავხარ 11 евро და ეს 8 евро. ეს 2 евро ღირს. კაი იყოს 3 და აზრი აქ. 9 ლარი აქვს წყალი. იო, ძვირია მე მაგას ვიძახ. 1 ლიტრი წყალი ჩვენთან ღირს ლარი და 20. ბლედ. ჩვენთან წყალი უფრო იაფია. მაგრამ ამათ წყალი არც ექნებათ ბევრი რა და მაგიტო იქნება ეს. ამას ქვია ნერა კრიტის თეისო. ნატურალური მინერალური წყალი არის. მინერალური არ არის ოღონდ. ამათი მინერალური და ჩვენი მინერალური განსხვავდება. ეს როგორც ყველა ევროპულ ქვეყანაში. ამათი კონდიციონერებზე არ ვიცი მოგიყევით თუ არა. короче, კონდიციონერი როგორ მუშაობს გეტყვით. სახლში რო ხარ, კარები თუ ღია გაქვს, ან აივანი კი ამ ფანჯარა არ ირთვება ძმა. კიდი აი რო დააჭერ ჩართოს არ ირთვება. მე განახებ მაგას სხვა. короче, ლეზე კიდია რა, რამდენიც უნდა დააჭირო არ ირთვება. სანამ იმენა არ დაკეტავ ყველაფერს და გარედან ჰაერის შემოსulis იმას არ აღიქონს კონდიციონერი, ისე არ ირთვება. და მე ვერ დავამღამე რანაირად შვება ეგრე, ანუ რანაირად ყავთ ეგრე დაყენებული, რომ აუ რა კაი გრილია. მაგრამ ეძინება რა. დღეს ადრე გავიღვიძე, საუზმე იყო, საუზმე მოგეწონა. ჯამჭამე, მე სასკები დამევასო, მაგრამ კვერცხიც კაი იყო. კვერცხს ჩავდი, კვერცხი იყო შემწვარი რა და ეს გლაზოკი. და ავიღე და ეგრევე პურზე დავაგდე და ეგრევე ჩავკვიშე, ჩამომეღვენთა რა თქმა უნდა სახეზე. გვერდზე მეც და ვიღაც გერმანელი წყვილი და ისეთ სახეებით მეყურებენ. გეგონა ბები მაგიცამ ბოზიშვილი იყო, მე მყავს მიქარული იმას ისა. თემსოფლიოს წინაშე ბოზიშვილი. ნახუй მეთქი აგინდა გააგი. შემგემოზე ვერ მიჭამე ერთი ეგ მინუსი აქვს რა აქაურობას. და უმეტესობა ისა იტალიურად მოლაპარაკე არის, ან არ ვიცი, ვერ დავამღამე რა. უმეტესობა იტალიური მესმის ბევრი და ესპანური. თალში არაფერი არ არის. გერმანელები ერთი წყვილი ვნახე. თან ხელბურთელი იყო მე მგონი რომელიღაცა, იმიტომ რომ ერთ-ერთ ფორმა ეცვა ხელბურთის გუნდის ჰამბურგის. და მე ჩავთვალე რომ გოგო იყო სპორტსმენი, იმიტომ რომ გოგოს უფრო ქონდა ის ხელბურთელის აღნება. ანუ ვაფშე შეიძლება კარატბურთელი იყო, არა, ხელბურთის გუნდ ფორმა იყო. მოდი ფისო, მოდი. მოდი კისკა. ფისო. მაგრა კიდია ყველაფერი. კატები არიან ბევრი აქ ძალიან. მაგრამ ძაღლიან გვინახავს გარეთ არც ერთი ვაფშე გუში გავისეიდნენ, ვაფშე ერთ-ერთი ძაღლი არის. რა კატები იცოცხლ. აგერა ასწორებს, короче. კრეტა. Wait. No, it's not a problem. It's not a problem at all. Thank you very much. No. It's კამერაში რო შემოდიოდა მაგის. მე ხა აქ გავილანჩებით, გავილექსებით, შევჭამ. და მე გადავალთ ეგრევე აუზში. აი ლენკა დაღლილი არის უკვე. არა, დაღლილი ძალიან ოფლი მოგდეს, მაგრამ ხე? სიცილიაზე რო ვიყიდე, ლიმონებიანი მარაო. მაინც ხმამროში გაწუხოთ ხარისამ რა. იქ შემოწარდა ლიმონები ნახე. აი. ვითომ იაპონელი ნაშავ. ხარ. იაპონელი არა. ნაშა. ნაშაზე არაფერი არ მithქვამს. ეს მაგარი კატა, თასუ დადეტიანებული და ის რამე დავამღვა. იცი რა დავამღვა, მე კიდე აქ რო საბერძნეთში ძალიან ბევრი ადამიანი არის, ასკარად ჩამოსული და ჩამოსახლებული რა. აქ ეხა სასტუმროში სადაც მუშაობთ, 2 ტაილანდელი მუშაობს, ესენი დაძმა არიან მე მგონი რა, ვაფშე. ეს არა, იმას გუში მყავდა პადელნიკი. და აშკარად დაძვანია. ის სერბი იმდასო. ის სერბი, აი ეს იოცა, ხო? ეგეც სერბი არის. და შენ ახლა 1-2 ბერძენი როგორღაც უნდა ყავდეს, მაგრამ ბევრი არიან ჩამოსახლებულები ძალიან და ისე რომ აქ ცხოვრობენ. მაგრამ ბერძნები უშუალოდ იმენა ტურიზმის სფერო აქვს მოყომარებული. თბილისში რო ჩამოხვალ და რაღაც სადღაც რო გაიგდი და ყველა რო გიბხვირის, აქ ძმაო იმენა გადაყვებიან ზედ, ისე იღიმიან, რომ რა
ყველა გაღიმებაზე თან რაღაცას გიკეთებენ რა, პროსტა კი არ იღიმიან. საქმეს აკეთებენ თან. აკეთებენ საქმეს. ხო. რა ვიცი, მაგრამ რას უხდიან ეგეთ ბედნიერები რო არა, მეც გავიღიმე მაგის და შევიცი. მეც ჩემი ხდიან ლარებში, იმას უხდიან ევროში. მეც მინდა ევროში მიხდნენ ეგეთ. სიამოვნებით დავრჩებოდი და ვირბენდი 1-2 წელი, მაგრამ არ ზის ჩემში რა, ვერაფშვები, ვერ არ შემილი. თორე აი ყველაფერს ისე მარტივად იზამ, აქ კაც რო გინდოდეს, რა ვიცი. პროსტა არ უნდა გინდოდეს რა. მაგერ დაყლებული კატა. კაროჩე, ხა მინდა რომ ჩემი ჩიზბურგერი განახოთ და ეს არის მარტო ლანჩი რა, რაც ახლა მოვა. და მინდა რომ უბრალოდ ნახოთ რა და მე უკვე გავთიშო ვიდეოს და შევჭამ. ჰა? როგორ არ შეგვიძლია ვაუროთ? კაროჩე, ლანჩი შეგვიძლია რომ 3 სხვადასხვა სალათიდან ერთ-ერთი ამოვარჩიოთ. გუში ვჭამე პამიდურის და კიტრის სალათი, ოღონდ საზამთროთი. და აი თესლი, ძალიან თესლი იყო. ყოჩა. ბერძნებო რომ მაგას მიაგენით. სავარაუდოდ ჩაეყარათ შემთხვევით, თორე ანუ ეგრე შეინებით ხორგასინჯავთ. კაროჩე, 3 სალათია, ბერძნული, ცეზარი და ეგა. მაგ 3-დან ერთ-ერთს ირჩევ, არის საიდ დიში, რაღაცა დაკოსი და ძაძიკი. უი, მე მგონი ვილაპარაკე ამაზე გუში. მაგრამ პოხუი, ვისაც არ გინახავთ დღესნაირად. ძაძიკი და ისა, დაკოსი, გუში ძაძიკი აიღო ლენკამ და ეხა დღეს დაკოსი აიღო და კიდე არის პასტები ძალიან ბევრი. ბურგერები, სენდვიჩები და რა იღე დღეს შენ? shrimps fries. Shrimp fries. რა fried shrimps, მაგრამ რა არის? shrimp-ის არ არის, რაღაც თევზის ყლეობა. არჩე. დედა აქვს თევზებს მოწყნული და ეგ თევზებია კიდე ასაღები 5 წელი შეც. და ეგეთ რაღაცებს იღებ რა და მაგ პასტებიდან, ბურგერებიდან, სენდვიჩებიდან და აი ხა რა თქვით რაც გამიხილავთ შრიმპი დამავიწყდა რა ქვია ქართულად. თაი დრაფეხარვა ოღონდ პატარა რა. კრაბის სალათს. არა გოგო, დრაფეხარვა ოღონდ პატარა რა ქვია. Thank you very much. თან ხალ პორციებია, მაგას რო შეხედავთ. Oh. It's should not be ours. It's shrimps. დაკოს. Oh, dagos? Oh, thank you. და ორ კაცზე აი ამ ხელა პორციებით მოდის ეს არის ეს დაკოს რაღაც სხვანაირი მეგონა, ეს არ უნდა ამბო. ხელი მიმედო. ძაძიკი უნდა ამეღო ეს. ეს რა არის? დაკოს. რა არის დაკოს? პროსტა ის პურია? პამიდორი. არა, კიდე რაღაცები არის აი აქ. ეს რა არის? სოიო соуსი აქვს მოსხმული. არა. არა, სოიო соуს. აბა რა ყრიაში. არა, შეიძლება. გუშინ ალერგიებზე მკითხეს თან ამათ რა ერთადერთი ადგილია სადაც ალერგიებზე მკითხეს ხო არ გაქვთ რამეზე ალერგია მე კი მაგ ბოლდი ვიყო ის ამაკ ჩამოუთვალე ყველაფერი ეხა დაკოსი ხო არ ჩანს ჩემ კადრში რატო აუჩე ეს არის თითო ხელს გიშლი აგერ დავდებ ძმა აჰა ძმა ოღონ შენ არის ნერვიულო ოღონ შენ ჭამე და ეხა შენ საყელოცა ჭამს. აი ცხოვრებას. ქათმებია ცოტა. ქათმებია ცეზარში ცოტა. აჰა, ეგრევე უპოვა მინუსი. ჩემი სიგარეტი სად არის ცოტა. სანთებელი? ალბათ ამაში. გალადეთ. საფეფლები აქვს რაღაცნაირი საყვალობა. ესეთი. რაღაც ბრგვალია. ისეთ საფეფლე არ მინახავს ჩვენ უკვე შუშის დაყლეობა. და ბურგერს მოყვება დოხუია ფრიც მო აი დოხუია მაგდენი ფრი არ ვიცი რა თუნდაც. კაია? კინეცვალ. მიირთვით ქალბატონ, მე არ მეყვარს ცეზარის სალათი. შეუძლია სულ ლენკამ ჭამოთ. მე ჩემ ჩიზბურგერს გადავიტყავებ და ეგ იქნება. ო, მოვიდა საჭმლის ეს ნაბოზარი ეს. მოდი, ჰა, მოდი, აქ ამოდი, აი. ამოძვერი ვიდე.
Auzi, ეს პური არის თვითონ დაკოსი? ალბათ. ეგ გავიგეთ, რაღაცა ნიტო არის. ეგრე არ უნდა იყოს, როგორც მე მქონდა გათვლილი. რა გინდა პისო? სიგარეტის სუმი გინდა? აჰა, მოწე თუ. არ უნდა მოსწევი. ორა კაია მინდია, ბიჭო. ჩემი ჩიზბურგერი მოვა და გავთიშავ ვიდეოს. აი, იქამდე ვილაპარაკოთ. ზოგადად პისო ბერძნული საჭმელები რა არის? ცეზარის სალათა ალბათ ბერძნულია? იტალიურია, კეისრის სალათა. ბერძნული არის პიტა, გირო, გიროსი, სულვაკი. სუბლაკი. კიდე ეს ბერძნული იოგურტი. ზეთისხილი. ზეთისხილი არის ბერძნული, მაგარი. ბანანისა და ური. ნაზე საჭმელი აქვს რა? რა, ბევრი საჭმელი, პომიდორს უშვებიან ყველაფერში ბოდიშვილო. კიდე საზაფხულო საჭმელები აქვს, მაგალითად. ანუ ბორში არ აქვს. ანუ ყლეები არის. всё, რას ხო? არა, ბორში არ მევასება. просто ზამთრის საჭმელებში ბორში ალბათ ისაა, რომ გათბობს. სუპები ექნებათ, კაცო, უეჭველი ექნებათ, რაღაცების სუპები რა. და მაგარი საინტერესო ენა აქვთ. ეს კაცი მე მგონია, რომ ან სულ გაბრაზებული არის და ყველას ეჩხუბება ძმაო. ან კიდე ძალიან კარგი ადამიანია და უბრალოდ ეგეთი ტემბრი აქვს რა. ორი ვერსია არის. ან ძალიან აბუზარი, ან ძალიან კარგი ადამიანი. ეს სულ შუაში არ გამოდის. სულ საქმეზე ბაზრობს, ხო? სამენ რაღაცებს და ეხა მაგას უყურებ და ვერ გავიგე ვერაფერი. ეხა მე დატოვება მიხდება. გიტყდება რომ დატოვო? აბა ამას რა შეჭამს? მე ვერ შევჭამ. რა არ მოგეწონა? პურია. მარტო პურია? არა, მარტო პური ფეტა წყრია ძმა და სოიო соуსი აქვს მოსხმული. რა ვიცი, შენ აიში. დღეს რა მინდია კი და დღეს რა დღეა? ხუჩაბათი. ხუჩაბათი? დღეს ვახშამზეც გადავიღებ ერთ ვიდეოს და მე ხვალ გადავიღებ ქალაქში სიარულისას. ზეგ დავისვენებ თქვენი ჭირიმე რა. ზეგ სადღაც მივდივართ მე და ლენკას აქ დაჯავშნილი ადგილი. რა? მაზეგ? 24-შია? კაი, მაზეგ დავისვენ, რა აზრი აქვს? თქვენთვის რა აზრი აქვს? მე როდის დავისვენ. ფრჩხილების დაჭრა დამავიწყდა და მე და გონიათ რომ ყველა ქართველი ესე დიდი ფრჩხილებით დადის თუ ხვდებიან რომ ჩანთაში მიდევს და დამავიწყდა. ჩემი გურავშა. მე აგერ მაქვს რო რამე. ვინმე რამე არის ფიქრობს რომ აგერ მაქვს კუსეჭკა. ყოველთვის თან დავა. რაიც, სად გაგეზარდოს ფრჩხილები, ხუიოზნები. ხო და ეს სერბი ცდილობდა რომ ჩვენთან კომუნიკაცია ენახა რა, რაღაც გუში. და ერთი ნაცნობი მყავდაო, ქართველიო ინგაო. და რავი, მე ჩავთვალე რომ ნიტო კუკარაჩა, ნიტო მურტალო რა. ორში ერთი უეჭველი. აი ინგას აიდან გააჩ. და მოუწყნეს რაღაცას უკან. შიგნით რა არის, ეგ მაინტერესებს. პომიდორი გაგექცა ძმა. და ფეტას ყოლის, მაგრამ საქართველოში რო ყლეობაა და უგემური რო არის, აქ ძალიან გემრიელი, კარგი ყველი არის. თუ ეგეთ პუნქტია რა, აი თბილისში რო სულ გუნსჭამ რესტორანში. და მე რო სამეგრელოში შეჭამ, ეგრე პუნქტია, ხო ალბათ. კაი, ეს აპერო შპრიცი. ეს ქართველებს ვერ გვეშველა, გავიცი, სუ შპრიცი და ნარკატა და ეგეთ ყალავებები. არაჩე. ანერიაში გემრიელია, просто გულში რო ძაძიკი უჭამეთ, რაღაცა ეგეთ ველოდებოდა. ყველაფერი კაი აქვს, კაროჩე, ბერძნებს სიმღერების გარდა. სიმღერები არის, აი, ტოპ ყლეობა ძმაო, აი, რავი, ნინო ჩხეიძეც რო არ იმღერებს, რო ეს ახლა სიმღერაო, რო იტყვის, აი ეგეთები. მოა, დიმიტრი ტატიშვილი გაიჩნდა.
ძალიან მაგრა გაქვს დიმიტრი ტატიშვილი. დიმიტრი ტატიშვილი ვინ არის? ერთი არა. ძალიან მეტად ის ხალხი რას აკეთებს. ვინ ხარ? ხორებაში. ხო და, короче, ორი ტაილანდელი არის აქ რა. ერთი ბიჭი არის უეჭველი და მეორე შეიძლება იყო, არ ვიცი. ეხა გოგოა ყოველ შემთხვევაში. მაინც რავი ტაილანდელი არის, რა გაიგე. ისეთი აღნაგობა აქვს, რა. რაგბზე უნდა შეიყვანოს. ძალიან თავის მოანა არის. Coca-Cola. და ყველგან Coca-Cola-ს რეკლამას და Pepsi სადაა ჩემი კარგი. Pepsi მოიძეს. კულელები ძმაო. სუვენირები რო არიან მწვენია. მეც მინდა სუვენირები. მეც კი ვარ, მაგრამ ერთენი უფრო სუვენირები არის. ყველაფრით ბედნიერი ხალხი მიყვარს თვალო. ეგრეთი უნდა იყო ადამიანი, აბა. აბა ჩამოსტილი სახე. წავაღებინოთ ხო? რა წავაღებინოთ? უთხარი და წაიღო. რატომ და წავაღებ? არ ჭამდა. მაგაზია. გადადე მაშინ. წერა ინძახდი მწვენია რომ დავტოვო და ეხა იმას ისახი რომ გააჩვისო ტრაქში იყარეთ და უკანო. ყლეობა რაღაცა მომიტანეთო, ეგ უნდა უთხრა და. იდოს რა. აჰა, აქეთ გადმოვდი. No one likes it. ძაძიკი უნდა აგიყო, კარჩი ძაძიკი დავიმახსოვრეთ რა. ჩემი ჩიზბურგერი რა, გუში რამადა მოიტანეს. დღესაც დაჭირდა დრო. ალბათ სტარტერის ჭამას მოცდიან და მაგით. გუშინი სტარტერს გავაძრეთ სახე და შეიძლება მაგითო მოგვიტანეს მაგ. და მუსიკებსაც ვერ თავენ რა. იმენა. 3 course ყვება. ხო. 5 სტარტერი. მეინი და დესერტი. აჰა, და დესერტი რომ მოხდ, დესერტი არის უსაყვარლესობა რაღაცაც მო. და ამათი ხორცის გემო არის უკეთესი. ხო. იმენა, აი, თელ ცხოვრება ნამდვილ ხორცზე ვარ გაზრდილი ძმაო, მართლა. მაგრამ აქაც ძალიან კარგი ხორცი აქვს აშკარად რა. არ მგონია რომ ეს ხამქიმიკატებით მიღებული ხორცი ყოფილიყო რა, იმენა ხორცის გემოც აქვს, ვიზუალით, არომატით, სტრუქტურა. ბეკონი ხო პიზდეცი აქვს. ბეკონი სად გავაძრე? დღეს დილით იყო დოხვია ხო, ეს შვიცალია. მაგრა ასწორებს რა. თან ეს ყვება იდეაში უფასოში ითვლება რა და მე ეგ მიხარ. უფასო ჭამა, იმენა ყველას თესლობა რაღაცა. თავი დროზე YouTube-ი ხო მაგის გამო კეთდებოდა რომ ხალხს უფასოდ ეჭამა. აი მოიტანეს ჩვენი. Thank you. Just place it. Okay. Thank you. ეს არის ჩემი ბურგერი და ეს არის ლენკას შრიმპსი. მე მაგის ჭამელი არა ვარ. მაგრამ ამას უერთველი შევჭამ. Вообще, წავედი მე რა. შევჭამ თქვენი ჭირი მე რა კარგად იყავით. თავს მიხედეთ, ჭკუით იყავით ამ ვიდეოს ავტვირთად დაგიდებ. კაია დასვენება. შიგადაში. არცაში ერთხელ. მა ეს იმენა დასვენება. ესე კარგად ძალიან მშვენია იდეა. ჭკუით იყავით ხალხო, თავს მიხედეთ. ჩიზბურგერები ჭამეთ.